სალამ მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ სტუმრად კახა მიშელოვის. მშვიდობაზე მაბატია, მშვიდობაზე. კახა, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. და ესეთი ძალიან საინტერესო შემოქმედებითი თემა გვაქვს ჩვენ, ხო? გასახილველი. როგორიც არის ვიდეოგრაფია და ფოტოგრაფია, ხო? შენ ამ საკითხში ექსპერტი ხარ. მე კიდე ახლა აი ამ საკითხში მინდა რომ გავერკვიო. ანუ ძალიან დაინტერესებული ვარ, ეს შეიძლება ითქვას აი კრეპკი ლუბიჭილ, ხო, რაღაც ესეთი. ჯერ ძალიან შორსა ვარ კიდე აქედან, მაგრამ ძალიან დაინტერესებული ვარ თავად ამ სფეროთი. უფრო ფოტოგრაფიით, ვიდეოგრაფიით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ორივე ჟანრი ძალიან საინტერესოა. ეს გადაბმულია ერთმანეთთან. მაგრამ აი მოდი ესეთი საინტერესო კითხვით გავხსნათ ჩვენი დისკუსია. როგორც ფოტო ისე ვიდეოგრაფია არის მომენტის გამარადისება, ხო? და აი ამ გამარადისების პროცესში ფოტოსა და ვიდეოგრაფიის სპეციფიკა რითი განსხვავდება? როგორც მომენტის გამოჭერის მომენტი. გამარჯობა პირველ რიგში. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში. ხო. რაღაც ხშირად არ დავდივარ ხოლმე და ამიტომ ეს პოდკასტური გამოსვლება არ მაქვს დიდი, მაგრამ იმედია დღევანდელი გადაცემა შედგება კარგი იქნება. ჩვეულებრივად რა თქმა უნდა, ამაზე მე ვარ პასუხი. რაც შეეხება კითხვას, რეალურად ვიდეო საწყისი ხო ფოტო არის. ამ პირველად ადამიანმა ჯერ მოახერხა დაფიქსირება გამოსახულების, ესე ვთქვათ, ერთჯერად ერთ ფრეიმში. შემდეგ უკვე ეს ამოძრავდა და მივიღეთ ვიდეო გამოსახულება, რასაც დღეს ვეძახით, ხო? რეალურად სხვაობა დიდი არ არის. მთავარი არის მისი შინაარსი თუ რა არის აი ამ ჩარჩოში, რომელშიც ჩვენ ვიხედებით. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვიდეოს და ფოტოს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ალბათ ის არის, რომ ფოტო რაღაც წამის გარკვეულ პერიოდს ასახავს. შეიძლება იყოს მე-1000-დი ან თუნდაც, რავი, 10 წამიც იყოს პირობითად ერთ ფოტოში გაშეშებულში. ვიდეო კი ეს ყველაფერი არის მოქმედებაში და განგზობითობა. აი ეს არის სხვაობა, თორე ამბავს ორივე იმისთვის არის შექმნილი და გამოვიგონეთ ესე თქვა და აღმოვაჩინეთ, რომ გადმოვცეთ რაღაც ამბავი და მოვყვეთ. ის რაც არის დოკუმენტური იქნება ეს თუ მხატვრული ხერხი არ აქვს მნიშვნელობა. ხო, რაღაც აი ჩემი გადასახედიდან ვიდეოგრაფია და ვიდეო ასე თქვათ მედია, როგორც მომენტის დაფიქსირების საშუალება ანუ შემფასებელს აძლევს გესცაც თუ როგორ უნდა მოახდინოს მისი ინტერპრეტაცია, მისი გაგება. მაშინ როცა ფოტო თითქოს აი შემფასებელმა თავად უნდა განავრცოს ეს კონტექსტი რა არის. რახან წამია იქ და შეიძლება მთელი მომენტი უკვე მისი ასე თქვათ გონების დავალება არის, ხო? ხო, უბრალოდ მანდ ერთი მომენტია, ჩვენ უყურებთ ერთ ფოტოს, ხო. თუ მაგალითად სერიულს. ხო. ანუ ეხლა რეპორტაჟული ნაწილი მოიყვანე შენ მაგალითად რა რეალურად რა. ანუ თუ კი სერიას უყურებ, სერიაში ზუსტად იგივე ხდება რა ვიდეოში ხდება. ანუ ვიდეოში უბრალოდ ეს ყველაფერი არის ამოქმედებული. აი თუნდაც დღევანდელი AI-ის შემთხვევაში რო აიღო რა, ანუ რო აცოცხლებ ძველ ფოტოებს. რეალურად მაგალითად ბავშვი რო არის ვედროსთან და წყალი ასხია, მან ხო ყველა მიცის რომ ის ბავშვი იმ ვედროსთან წყალთან თამაშობდა. AI-ის დავალებას რო აძლევ ის ამას აგიმოქმედებს, ანუ შემოიყვას ვიდეოს გარდაგიქმნის, მაგრამ რეალურად ფოტოა. მაგრამ ის ფოტო რომელიც გარდაქმნა ვიდეო სინამდვილეს ხო შეესაბამება. კი, რა თქმა უნდა. და რაღაცა გაგებით თითქოს გონებას იგივე პროცესში მუშაობს ზუსტად რა, იმიტომ არის ჯადოსნური. ამას აქვს ხო ბექგრაუნდია, მანამდე ამბავი აქვს, მერე ამბავი აქვს. ფოტო ძლიერი ფოტო იმით განსხვავდება შედარებით სუსტი ფოტოსგან, რამდენად სწორად არის გადმოცემული შინაარსი, რაც შიგნით დევს. ანუ რაღაცას რო უყურებ, ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირი. ტყუილა არაფერი არ დევს, ან ტყუილა არაფერი არ ჩანს ფოტოში. ანუ ყველაფერს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ შენ მთლიანი კონტექსტი აღიქვა სწორად რა. მოდი ეს თემა კიდე განავრცე. აი რას ნიშნავს მაგარი ფოტო და რას ნიშნავს წავა სამუშაო ფოტო და რას ნიშნავს სუსტი ფოტო. ან იგივე შეიძლება ითქვას ვიდეოზეს, მაგარი სუსტი და საშუალო. ანუ კერძო კრიტერიუმი რა არის ეს რაღაცა სტანდარტული მესამედის წესი, განათება, ექსპოზიცია, ეს სტანდარტებია თუ კიდე რაღაცა ისეთი უნდა იყოს. ამათი ერთობლიობა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტექნიკური ნაწილი.
და ტექნიკური ნაწილი არ განსაზღვრავს ფოტოს სიკარგეს რა, თუკი ტექნიკური მიმართულება არა. Მთელი ფოტოს სიკარგე და ანუ მაღალი შემფასებლობა არის მის ემოციურობაში. ანუ ნახატიც ხო იგივეა რა, ნახატი ემოცია თუ მოდის, შესაბამისად კარგი ნახატია. თუ ემოცია არა აქვს, არაფერს, მაშინ ჩავიარე და ჩავიარე რა, ანუ ან გავსკროლი ფოტოზეც იგივე. ყოველ დღე ვიღებთ, რავი, ათასობით ფოტოს ვიღებთ. ჩვენც ვიღებთ მეგობრები, რაღაც მილიარდობით ფოტო იტვირთება. მაგრამ ყურადღება იქცევა იმას, სადაც ყველაზე მეტი ემოციაა და ადამიანები ემოციას ვეძებთ. ანუ და ამიტომ არის მაგალითად, როდესაც მოგწონს, უფრო მეტად მოგწონს, როდესაც მკვეთრად გამოხატული ემოციაა. აი ფოტო. აი ბავშვი რო ან ტირის ან ცინის, ბავშვი რო ცინის და აი გულწრფელად რო ცინის, ის ფოტო ეგრევე მოგწონს. გინდა არ გინდა არის რა. ან მეორე საკითხია, როდესაც აი ემოციური ფოტოები არის, თუნდაც აი ისტორიის ნაწილიდანაც რო ავიღოთ, ხო, ემოციური ფოტოები არის იქ სადაც სიღარიბეა. ანუ აი რაღაც აი ავღანეთ და აიკონიკ ფოტო არის, ორი აიკონიკ ფოტო არის, ხო? ხო. სულ აი ესეთი რო თქვა, მაგალითად იგივე აი ავღანელი ქალის ფოტო რო ავიღოთ, ანუ იმიტომ არის ის ემოციური, რომ აი რაღაცა მაგას ისტორიაც აქვს, ხო? და გარდა ამისა, აი ძალიან ემოციური გამომეტყველება, ემოციური თვალები არის და ყველაფერი კომპოზიცია და ტექნიკური მხარე კარგია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ემოციური გადმოცემა ფოტოსი და იმიტომაც არის მომენტი რა, მაგის დაჭერა. აი ვიდეოში ერთი წამის დაჭერა ალბათ უფრო სხვა რაღაცა პარამეტრებია, ხო? იქ დინამიკა უკვე მოქმედების, იქ მთელი პროცესის ასახვაც შეგიძლია. აი აქ დოკუმენტალისტიკა როგორ მუშაობს? იქ ერთი წამი თითქოს აძლევს შემფასების საშუალებას, რომ ეს ვიზუალიზაცია, კონტექსტები, მისი პირადი გამოსtildeება ჩართოს შეფასებაში, ხან ავღანელია, ანუ ინდოეთი არის რა ვიცი, ქუჩის ფოტოგრაფიის 64, ხო, მიდიან ადამიანები და ნიუ-იორკი ალბათ რა. ხო, და ნიუ-იორკი, რა მიდიან ადამიანები და იმპერატორსასმელებში სიღარიბეს ხედავენ, ბავშვებს რაღაცნაირი განსაკუთრებული სნობის მოყვარე თვალები აქვს და ალბათ ძალიან მარტივია იქ ქუჩის ფოტოგრაფიის ესე თემების მოძებნა, ხო? თემების მოძებნა. კი, მან ერთს ვიტყოდი, რომ ალბათ ჩვენი გადმოსახედიდან არის ეს უფრო ადვილი. ხო. სავარაუდოდ იმიტომ რომ შენთვის ნაცნობი რაც არის, იმის გადაღება ყოველთვის უფრო რთულია. ის რაც განსხვავებულია, ეგრევე შენ ყურადღებას იქცევს და ეგრევე ხდება იმის გადაღება რა, რავი, აღბეჭდა ფირზე იქნება ის თუ ციფრულზე. ის რაც შენია, რაც ყოველდღიურობაში არის და შენ გარშემოა, შენ რაღაც ვერ ამჩნევ. ან რაღაცა განსაკუთრებულის დანახვა გინდა და შეიძლება აი გამაზო მომენტი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს შენ გარშემო ხდება რა. იმიტომ მაგალითად აი იგივე თაში რო ადიხარ, აი ზემო აჭარა ან თუნდაც აი საქართველოს რეალობაში რო ვიყავ, რეგიონებში რო გადიხარ, ის ფოტოები უფრო მოგწონს ვიდრე ქალაქში გადაღებულები რა, იმიტომ რომ ქალაქში გადაღება შენთვის სადაც ცხოვრობ, ცოტა უფრო რთული, როგორც კი გადიხარ უცხო გარემოში ხვდები და იმ უცხოს გადმოცემა გაცლებით უფრო მარტივია. ინდოეთიც ალბათ ჩვენთვის ეგაა და არ ვიცი ინდოელი ფოტოგრაფებისთვის როგორ არის. შეიძლება ასულაც არ არის. ხო, ინდოეთში შოპირიქით ევროპა უფრო საინტერესოა. ხო, ცხადია. აი თან ბოდიში ვიდეოზე საუბრობდი, ვიდეოში ემოციის ამბავი. ვიდეოში ემოციის ამბავი ეს აი დრამატურგია, მერე რამაც აი კინემატოგრაფიის შექმნა რა. უკვე აი ამოძრავებული კადრებით, სადაც მოძრაობა ხდება, სადაც ემოციის გამოხატვა შეგიძლია, სადაც მსახიობები შემოდიან ან თუნდაც დოკუმენტურ ნაწილში დოკუმენტალისტურად იღებ რაღაცას, უკვე იქ ემოციაზე და თხრობა არის განგზობითი. ან დროში წელა ერთ წამიანი არ არის. იქ შეიძლება 1 წუთიანი იყოს, 30 წამიანი ან 3 საათიანი, მაგრამ ამ თხრობას აქვს დასაწყისი და დასასრული რეჟისორის მხრიდან. იქ მარტო აუდიო ვიდეო არ არის, აუდიო მასალაც არის. კომპლექსურია ეს. ისა და ბევრად უფრო მარტივია საორიენტაციოდ. თუმცა ახან უფრო მარტივია ეს მედია, ასე თქვათ, სიმბოლო უფრო განსაკუთრებული უნდა იყოს. უფრო რთული ხდება აქედან. აი უყურე. მე ახლა ფოტოგრაფიაში რომ მოვსინჯე ძალები იქ ერთი საინტერესო მომენტი შევამჩნია, რომ გაშავ თეთრება სურათის ერთგვარი ხრიკი არის, რომ ვითომ დრამატიზაცია, დრამატულობა მიანიჭოს სურათს, მაშინ როცა ფერადში იგივე ფოტო არ არის დრამატული და შეიძლება ესეთ სიმბოლოს არც ფლობდეს საერთოდ.
აი აქ გაშავთეთრება შეიძლება ვიდეოშიც იგივე შევა, ხო? კი, არა, ეგ ემოციური. მან მიზეზი რა არის, იცი? აი, ისე იმას რომ დაუბრუნდეს, ჩემი აზრი, აი, ის რასაც მიჩვეული ხარ. ხო. მივხვდი, აი, ჩვენ ვხედავთ ფერადად, შავ-თეთრად ვერ ვხედავთ. ხო. და შავ-თეთრად რო უყურებ სამყაროს, სხვანაირად უყურებ. განსხვავებულია და აი ამ განსხვავებულობას ეძ. აი, იგივე რატო არის მაგალითად, როდესაც ფოტოს ან ვიდეოს იღებ, აი, მზის ჩასვლის პეიზაჟი უფრო ლამაზია და დილის გარიჟაზე გადაღება. იმიტომ რომ და ამ ორს შორის დილა ყოველთვის უფრო ლამაზია. ხო. როცა უყურებ. მიზეზი ის არის, რომ მზის ჩასვლა ალბათ ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ნანახი კონდეს აი ესეთ პეიზაჟურად 1000 ჯერ ან 2000 ჯერ, ну გააჩნია რამდენად გიყვარს. და მზის ამოსვლა შეიძლება კონდეს ნანახი ცხოვრების განმავლობაში 100 ჯერ. თუ არ ხარ ფოტოგრაფი. და ამიტომ შენ არ იცი როგორ ამოდის ეს მზე. და ვიცით მხოლოდ ფოტოგრაფიდან ან ვიდეო ოპერატორისგან ან კინოდან ან რაღაც აი ის ვინც ამაზე მუშაობს ანუ იმის თვალთახედვით უყურებთ ამ ყველაფერს და განსხვავებული რადგანაც არის ამიტომაც არის უფრო მიმზიდველი ანუ ყოველთვის ხო რაღაც განსხვავებულს ეძებ და შავ-თეთრიც იგივე შავ-თეთრი ფოტოგრაფია ქუჩას ძალიან უხდება იმიტომ რომ ხო მეტი დრამატურგია შედის დრამატიზმი შედის აქცენტების გაკეთება შეგიძლია რაღაცაზე აი იმიტომ რომ ორი ფერი გაქვს სულ და აი ამ ორ ფერში შეგიძლია გამო თეთრი და შავი გაქვს ნუ ნაცრისფერი კიდე გრადაციებია იქით აქით მაგრამ რეალურად გაქვს ორი ფერი შავი და თეთრი და აი ეს ყველაფერი მე საბოლოო ჯამში ცოტა განსხვავებულობაში კიდე თუ შენ განსხვავებულად გადაიღებ ეგრევე ყურადღებას იქცევს და მეტი ემოცია მოაქვს რამ ჩემი აზრია იგი კი არა რა თქმა უნდა აზრი კი არა სამსებით გასაგები და ლოგიკური ასე თქვა განმარტებაა და აი ფოტოგრაფიაში გამომდინარე იქიდან რომ დრამა შეიძლება მოიტანოს განათებამ კი ხო ანუ ერთგვარი მოცულობის მინიჭება ეს მოცულობის მინიჭების ტექნიკაზე კარგი იქნება ეს ტექნიკური შენი კომენტარიც რომ დაუთო და რა სურათი ითვლება ეგრეთ წოდებულ ბრტყელ სურათად აი რა შემთხვევაში აქვს დაშვებული დაუშვათ ფოტოგრაფს შესტომა ნუ ცხადია არის ქუჩის ფოტოგრაფიაში ვერ აკონტროლებ ხანდახან მომენტი უბრალოდ დაიჭირე და ახლა იქ ბავშვი ჭტილი არა აქვს სახეზე აღარ გადავიღებ შეიძლება ხო მაგრამ აი როცა აკონტროლებ სტუდიური რო არის იქ მაშინ რა არის შესტომი ხო შესტომები უკვე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული ხო ნუ მოდი ესე ვთქვა ნუ შეცდომა მოდი არაფერს არ დავარქვათ ხო უბრალოდ ვიზუალიზაცია გვინდა რომ იყოს რაღაცა სიღრმეები ვაჩვენოთ ხო აი იგივე მხატვრებისკენაც რო წავიდეთ იყო პერიოდი როდესაც მხატვრები ბრტყლად ხატავდნენ მერე მოვიდა პერიოდი უკვე სადაც უკვე მოცულობა დაინახეს შუქის აღქმა დაიწყეს უფრო კარგად და მთელი მიზანი იყო ის რომ ჩვენ ეს ბრტყელ სიფრთხეზე რაღაც მოცულობა შეგვექმნა ხო ეს ადამიანის გულისხმობა ამ შემთხვევაში ამიტომაც დაიწყეს ეს შუქის გამოჭერა თვალი არის რაც გვაქვს და ხედავთ ეს სამგამზომილებაში აღვიქვათ ყველაფერს ფოტოზე და ვიდეოზე ეს ყველაფერი არის ერთ სიფრთხეზე ორდეში ეს რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი როდესაც რაღაცას იღებ გინდა სტუდიაში გინდა სტუდიის გარეთაც როდესაც ეს არის რომ შენი მთავარი ობიექტი რომელიც გინდა გადაიღო ის უნდა როგორმე ფონს მოწყვიტო და გამოყო ამისთვის არსებობს ესე ვთქვათ ორი გზა ერთია როდესაც შენ შუქს ხმარობ ამისთვის და შუქი თავისთავად გამოგიყოფს ობიექტს და მეორე არის რომ ამ შუქთან ერთად შენი ბექგრაუნდი უკან რაც არის არ უნდა იყოს ისეთივე ფერის როგორც შენი მთავარი ობიექტი. ანუ აი მანდ უნდა იყოს სხვაობა რომ აი ეს მოცულობა გაჩნდეს. რაც შეეხება ბრტყელ განათებას ესე ვთქვა ბრტყელ ფოტოს ეს იმ შემთხვევაშია ხოლმე ძირითადად როდესაც ძირითადი შუქის წყარო არის კამერის უკან. როდესაც კამერის უკან დგას ძირითადი შუქის წყარო, აი მაგალითად მზე ანათებს აქედან და შენ იღებ მზის მხრიდან აქედან აწილს. სადაც კონტექსტი და შინაარსს არ ვეხები, ხა შინაარსი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შუქი. არამედ როდესაც გინდა რომ რაღაცა მოცულობა მიიღო. და შეგიძლია პორტრეტი გადაიღო, ადამიანის პორტრეტი მზე იყოს შენს უკან და პირდაპირ ობიექტს ურტყავდეს. ეს ხდებოდეს, ან პირიქით შეატრიალო და ხდებოდეს უკანა ნაწილში, რასაც ესეთ ბექლაიტს და კონტრს ეძახიან ხოლმე, რაც ფონიდან მოწყვეტის საშუალებას გაძლევს და მერე უკვე დამატებითი სხვა ამრეკლებით ან რაღაცეებით, აი ეს მოცულობა შექმნა.
და ამ შემთხვევაში ანუ მიეცემა სურათს მიეცემა სამი შენ თონაც აღიქვავ. გარდა ამისა, შუქის გარდა, კიდევ მნიშვნელოვანი არის ობიექტივი. სადაც უკანა ნაწილს თუ კი ესე ვთქვათ გაბლარავ, რომელიც არ იქნება სიმკვეთრე არ იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად გეხმარება, რომ მიიღო სამგანზომილებიანი ფოტო. საბოლოო ჯამში სიბრტყეზე. ბლარისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული ბოკესთვის. ძირითადად რა დიაფრაგმის ზონები უნდა გამოვყავთ, ანუ ზომები F4-დან იწყება ხო ალბათ ყველაზე ეფექტური. არა, მოდი ესე ვთქვათ, რომ იმისთვის რომ გამოყო აქვს მნიშვნელობა ობიექტივის კუთხეს პირველ რიგში, ანუ რა კუთხით იღებ ამ თუ იმ ობიექტს და მეორე დიაფრაგმა. თუ კი ავიღებთ მაგალითად ფართეკუთხიან ობიექტივს და ახლოს მივავთ და მაგას ექნება დიაფრაგმა 1 და 2 პირობითად, ხო, შენ უკანა ფონი გექნება წაშლილი. თუმცა გექნება დიდი ხედვის კუთხე. ასევე თუ აიღებ რაღაც ზუმ ობიექტივს, მაგალითად აი F8-ის შემთხვევაში შეიძლება კაი ბოკე მიიღო, ძალიან კარგი. F11-ის შემთხვევაში შეგვიძლია კარგი ბოკე მიიღო და იგივე ნაკლები ბოკე ქონდეს F1 და 4-ის შემთხვევაში, აი სხვაობა არის მან ფოკუსურ მანძილში. მაგალითად, როდესაც ველურ ბუნებას იღებენ, ხშირად არის ხოლმე, რომ დიაფრაგმა არის F11 ან F8. იმიტომ რომ ობიექტივი არ აძლევთ ხოლმე იმის საშუალებას, რომ მაგ გამო რომ გრძელი ფოკუსია და შორს იღებ 600 ან 800 მმ-ზე და ჩიტი გიზის რაღაცა ხო რაღაცა 5 მეტრში ან 8 მეტრში. ხო, შესაბამისად ყველაფერი იბლარება. მაგრამ დიაფრაგმა გაქვს F11. მან თქო ვერ იტყვი რომ ბოკე არ არისო. ამ დროს შეიძლება გადაიღო 15-იანით ან 16-იანით. ან 20-იანი და კონდეს 1 და 4 დიაფრაგმა. აქედან გადაგიღო და თითქმის ყველაფერი ფოკუსში იყოს, იმიტომ რომ ამას გაშლილი კუთხე აქვს. ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ობიექტივს, რა ობიექტივს იყენებ. ანუ აი საპორტრეტად ძირითადად 50-დან აი 125-მდე გამოიყენება ხოლმე ობიექტივები და მაგ შემთხვევაში რაც უფრო გახსნილია დიაფრაგმა, მით უფრო უკან ბლარი გაქვს. შენ როგორც აი პროფესიონალი, რომელიც უფრო ურჩევ ანუ პრაიმ ლინზა უნდა იყოს ასეთი ილეთების შესაქმნელად თუ შესაბამისი უფრო მეტი კომბინაციების ზუმ ლინზა. პრაიმ ლინზები ყოველთვის უფრო ხარისხიანია და ყოველთვის უფრო მეტ საშუალებას გაძლევთ იმისთვის, რომ კარგი გამოსახულება მიიღო. ანუ 1 და 4 მაგალითად ზუმს ვერ იქნება. მაგრამ თუ კი რეპორტაჟული ხასიათის ფოტოებს იღებ და რეპორტაჟში ხარ, მაშინ იქ ალბათ ზუმი გირჩევნია, იმიტომ რომ აკონტროლო შენი კადრი რა და ეგ მანდაც აი ფოტოგრაფიაშიც, ვიდეო მიმართულებითაც გააჩნია რას იღებ რა და რა არის შენი მიზანი. თუ სტუდიაში ხარ ან სტრიტით ხარ დაკავებული, მაშინ ფიქსები ჯობია რა. აი ფოტოგრაფიაში არის ეს ტენდენცია, ეს რაღაცა ერთგვარი სნობიზმი ამ ბოკესთან დაკავშირებით. ვიდეოგრაფიაშიც არის იგივე აი ბოკეზე განსაკუთრებული აქცენტი და მოთხოვნილება, როგორც ხარისხიანი ვიდეო მასალა. მოდი ვთქვათ, რომ ალბათ კი. კი, ანუ შეიძლება ფოტოში ეგ ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ვიდეოში. მაგრამ ვიდეოშიც არის იგივე, ანუ მაქსიმალურად ყველას უნდა რომ ლამაზი გამოსახულება კონდეს თან გააჩნია ისევ და ისევ განმეორდები რასთან გვაქვს საქმე. ყოველთვის არ არის სწორი გამოყენება ბოკესი. აი ზუსტად ეგ მინდა მეკითხა, რომ ბოკე თან შეიძლება იყოს ძალიან შაბლონური და სტანდარტული გამოსავალი ფოტოგრაფისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით ისეთ მომენტების დაფიქსირებისას, სადაც გინდა კონტექსტი გადაიღოს, სათხარის გადაიღო, ეს უწაგართმევს ყველაფერს. კი, ძალიან ბევრი ფოტოგრაფი, აი თუ კი კონტექსტი უნდათ რომ გადაიღო, განსაკუთრებით ეს ქუჩის ფოტოგრაფია თუ პეიზაჟი ხომ თუ მეტესახად. იქ დიაპაზონი F11 უნდათ ის ურჩევნიათ, ვიდრე ეს რომ დაინახონ ეს ისა. და ამ შემთხვევაში აი წმინდა შეფასებითი თვალსაზრისით შემფასებელი ფოტო შემფასებელი, როგორც პროფესიონალი შემფასებელი. როდის არ მიაქცევს ყურადღებას ბოკეს, ანუ თუ კი ის შესაძლებელი ობიექტი არის ორი სურათი. ანუ რატომ შეიძლება იყოს ფოტო ბოკეს გარეშე უკეთესი ფოტო? აი ძალიან შენვე უპასუხე ამ კითხვას ესე ვთქვი. მაშინ როდესაც კონტექსტი არის მნიშვნელოვანი, სად ხდება ეს? ანუ ბოკე შეიძლება ხრიკი იყოს, როგორც ბექგრაუნდის წაშლა და არაჩვენებს სად ხდება ეს. იმიტომ რომ ბექგრაუნდი წაგეშავა და არ გინდა გამოყოფა იმ ადგილის და ჩვენება სად მოხდა ეს. ან მეორე შემთხვევა პირიქით, როცა გინდა რომ გამოჩნდეს სად მოხდა ეს.
ხო და ფოტოს როდესაც არის პროფესიონალი აფასებს ეს ალბათ ისე ჟანრების მიხედვით თუ დაიყოფა და გააჩნია როგორ აფასებ. ტექნიკურად ორივე გამართულია და ორივე სწორია, მაგრამ თუ კი კონტექსტი მნიშვნელოვანია იმაზე უფრო მეტად ვიდრე შენ წინ გამოსული ობიექტი, მთავარი ობიექტი, მაშინ ალბათ უფრო უბოკეო კადრს მიანიჭებს უპირატესობას რა. ეხლა მეორე საინტერესო მომენტი, აი ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც ერთი რამოდენიმე გამოწვევა შექმნა ფოტოგრაფიაში, ერთი ხელოვნური ინტელექტმა შექმნა რედაქტირების ახალი პლატფორმები, რომელმაც გაამარტივა აი ესეთი რთული ინსტრუმენტები, როგორც არის რა ვიცი მე, ანუ რედაქტირების კლასიკური ასე თქვა პროგრამები, ხო, Photoshop-ი და აქ გაჩნდა ესეთი პროგრამები, რომელსაც სლაიდერებით პირდაპირ, რა ვიცი, რამოდენიმე საათიან სამუშაოს უცებ გადაგიწყვიტავს, ხო? და მეტიც გაჩნდა ისეთი პროგრამები, რომელიც აი ეს ხალხი რომ სპეციალურად ყიდულობს ისეთ ლინზას, რომელიც რაღაცა დაბლარულ ბუშტუკებიან ბოკეებს იძლევა, აქ შეიძლება სლაიდერით პირდაპირ მიიღო. ანუ ამ აი ასეთი რედაქტირებით მიღებული ფოტო და როგორც პროდუქტი. იგივე ღირებულება აქვს როგორც ნატურალურად მიღებულ, ასე ვთქვათ, ფოტოპროდუქტს. აი ამ სხვაობას პროფესიონალი დაინახავს. ფოტოზე, რა ვიცი, ღითი დღე ალბათ რთულდება ეგ. ფოტოზე ალბათ უფრო რთულია ვიდრე ვიდეოზე, იმიტომ რომ ვიდეოს გაცილებით მეტი რესურსი ჭირდება რა. ზოგადად ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა, აი ფოტოგრაფიაში და ვიდეოგრაფიაში ეს გარდაუვალი ნაწილი. მოდი დავიწყოთ ჯერ ტექნიკური ნაწილიდან. იმიტომ რომ რატოა ხელოვნური ინტელექტი კარგი ფოტოაპარატებისთვის და ვიდეოკამერებისთვის, ხო? იმიტომ რომ გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგცა, რომ კონცენტრირდე შინაარსზე და ნაკლებად იყო ტექნიკურად ყურადღებიანი. მაგალითად ეს ყველაზე კარგად ჩანს ავტოფოკუსებში. რამაც ავტოფოკუსის სიჩქარე ძალიან გაზარდა. ანუ როგორც ფოტოკამერებში, ასევე ვიდეოკამერებში. დღეს ფაქტიურად თანამედროვე კამერები რო აიღო, უფოკუსო კადრი არის ალბათ 1%-იც არ გამოვა, რომ გქონდეს. საბოლოო ჯამში რო აიღო ესე რა. იმიტომ რომ იქ ეკრანზე ღილაკის დაჭერა, ნუ ეს ტოპ კამერებზე ვიძახი, რაც დაბლა ჩამოდის, შესაბამისად ეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიც ნაკლებია. მაგრამ აი ტოპ კამერები რო ავიღოთ, იქ უფოკუსო კადრის გადაღება ფაქტიურად, რომ უნდა მოინდომო, რომ ვერ გადაიღო ფოკუსიანი კადრი. ამიტომ აი ამ მიმართულებით ძალიან დადებითია რა ხელოვნური ინტელექტი, რომ ამომცნობი აქ შეუძლია მანქანა ცალკე ამოიცნოს ტრანსპორტი, ადამიანი ცალკე, ცხოველი ფრინველი, ხო, ცხოველი ფრინველი გამიჯნოს ერთმანეთს თვალზე გააკეთოს, მარჯვენა თვალზე გააკეთოს ფოკუსი თუ მარცხენაზე. ან ავტომიანის. ხო, ან ავტომიანის, ხო, ან პირობითად მონიშნო ადამიანი და ეს ფოკუსი გაყვება წინაც და უკანაც. ამ მიმართულებით ხელოვნური ინტელექტი ძალიან კაია. გარდა ამისა, ფოტოზე მაგალითად წამში გადაღებული კადრების რაოდენობაც გაიზარდა რა კოლოსალურად. არის კამერები, რომელზეც წამში 120 კადრის გადაღება შეგიძლია. ხო, ნუ ცოტა დაბალ რეზოლუციაში პირობითად რა მნიშვნელობა აქვს რა, ანუ შესაძლებლობა არის დღეს თუ ამდენია, ხვალ გაიზრდება ეს რეზოლუციები. ამ მიმართულებით კაია. თვითონ ფოტოს მიმართულებით ესე რო ავიღოთ რა, აი დაგენერირება რაც არის აი ამ ფოტოგრაფიული. მან ცოტა გაორებული შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ხო შენით იღებ, მეორეა, როდესაც ამას წერ და აკეთებ. მაგრამ მან მეორე საკითხია რა, აი მეორე წერას და შექმნას კომპიუტერის მიერ ცოტა ესე უდგები. იმიტომ რომ ჩემ დროს, ჩემ ბავშვობაში ეგ არ იყო. ეხლა ბავშვი რო გაიზრდება და რა ვიცი, დღეს რო 5 წლის არის და უკვე იცის AI-ის მოხმარება და მე რო გახდება 40 წლის, იმისთვის ეს უკვე ძალიან მისაღები იქნება და ჩვეულებრივ, იმიტომ რომ მანამდე რა ხდებოდა, მაინც არ იქნება ეგრე ათვისებული, რომ ესე გამარტივებულია. მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც ვუყურებთ, აი მანდ არის ამბავი რა, რომ აი რასაც ვუყურებთ, ანუ ის გვაძლევს იმას თუ არა, რაც ჩვენ გვინდა. თუ კი ემოციას წამოიღებს და სწორად მოიტანს ამას შენამდე,
ალბათ გამართლებულია რა, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია ამას ვერაცდები. ანუ საბოლოო ჯამი მაინც რეზულტატია. ბოლოს. საბოლოო ჯამი არის დასრულებული სამუშაოზე რა მედია. ხო, ანუ ყველაფერი იმაზე არის, აი, აქედან მე რა მივიღე. ადამიანი რა აღვიქვი, რა დამრჩა და თუ კი ამ AI-ის გაკეთებულმა რაღაც გამოსახულებამ ჩემზე იმოქმედა და მე რაღაცა დამიტოვა, ესე იგი შედეგი მოიტანა და თუ შედეგი მოიტანა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს მე ამ შედეგს რა გზით მივახციე. იმიტომ რომ მე ეს შედეგი მივიღო, ეს ნიშნავს რომ მე როგორც აი პირობებით კახა, დავჯექი, დავწერე, დავინახე, შეიძლება ტექნიკურად ვერ გადავიღე რაღაცა, მაგრამ დავწერე, დავინახე, აქ ეს ხო ჩემი შექმნილია, ჩემი ხედვით არის, ჩემი ნაშრომია. ხო, მაგრამ ეგ არის ალბათ chatbot-ით რო აკეთებს, მაგრამ არის ისეთი AI დამუშავების პროგრამები, როცა ფოტოს დაამუშავებინებ, აი მაგალითად Luminara, აი Evoto, აი იქ პრაქტიკულად ისეთი ინსტრუმენტებია, რომ მაგათაც ცის გადაწვა არის ძალიან გახშირებული პრობლემა. უამრავ ჯერ გადამეწვა მეცა, მით უმეტეს ახლა მე გადამეწვაც აბარა იქნება. ხო და ახლა იმ საშუალებებში შეიძლება საერთოდ ახალი ცა შექმნა, უცებ. და იმას აქნა რა ქვია, ისეთი ცა და შეიძლება მთელი ერთი წელი ელოდო ეგეთ ცას და ეგეთი ცა უცებ გააჩინო. და ესეთი ჰორიზონტი შეუქმნა. ტუჩები გაუწითლო თვალზე ისეთი რაღაცა ანარეკლი ჩაუსვა რომელიც რო ეძებ ადამიანი ამ ანარეკლს ან კი ესეთი შეცდომაც მომივიდა რომელიც ძალიან რთული აღმოსაჩენია როცა გადაუღე ობიექტს თვალის გუგაში ისე ვადიდებდი მე ვჩანდი ხო და ამის ამოსაშლელად ახლა ძალიან რთული ოპერაცია იქ უცებ შეცვლის თლიანად თვალის გულს. აი ეს ოპერაციები თან ხო ამარტივებს საქმეს, მაგრამ რო ამარტივებს საქმეს თან ამავე დროს მაღალი ხარისხის რაღაცა გამოსახულებას თან ხელმისაწვდომს ხდის უბრალოდ იმ ადამიანს, ვისაც უბრალოდ ეს პროგრამა. აი აქ უკვე ხო არ უახლოვდება მე აი ის მარჟა კარგი და ცუდი ფოტოგრაფი თუ რაღაცა ხარისხიანი თუ რაღაცა ნაკლებად ხარისხიანი ფოტოგრაფი, აი შეიძლება ერთ და იგივე ფოტოები აწარმოონ, აი ხო იყო ერთ დროს პრესონი, ხო? კი. რომელიც რასაც აკეთებდა, შეიძლება ვერ გააკეთებდა იმას ვერავინ. და ახლა შეიძლება ეს რასაც ერთი კარგად აკეთებს, ეს ბევრმა გააკეთოს და ეს გადემოკრატიულება ხო არ აზიანებს თვითონ აი ამ ფოტოგრაფიას. მე მგონი არ აზიანებს და პირიქით. ანუ ახალ შესაძლებლობებს ქმნის. იმიტომ რომ თუ კი ხარისხი, აი მეგობრებთან ერთად საუბრობდით, რომ აი ეხლა ხარისხი გახდა უფრო ხელმისაწვდომი. ხო. ანუ იყო პერიოდი, როდესაც ხარისხზე კეთდებოდა აქცენტი და წავიდა ყველაფერი ხარისხისკენ, მთავარი იყო ხარისხობრივი ყოფილიყო და ამით, ანუ ეს რას აკეთებდა, ანუ განსაკუთრებულს ხდიდა შენ პროდუქტს. ანუ ეგ იყო, რომ შენი პროდუქტი, რასაც ქმნიდი, იყო გამოყოფილი ეს ხარისხის გამო და ამიტომაც იყო, რომ ვიღაცა შენ მოყვებოდა, ვიღაცა გიყურებდა, ვიღაცას მოსწონდი, იმიტომ რომ იყავი გამორჩეული. ამ შემთხვევაში ეხლა ხარისხის დონე, საშუალო ხარისხის დონემ რო აიწია და გამოსახულება ყველა შეუძლია მიიღოს, კარგი, ეხლა ისევ ახალი გამოწვევაა, რომ შენ რაღაცით გამორჩეული უნდა იყო. და ეს არის რომ ერთი რომ ისევ შინაარსისკენ მიდიხარ, რომ უკვე კონტენტ კრეატორები ვინც არიან მაგალითად, ხო აი შემოვიდა, ხო აი სტორიტელინგი, ესეთი შემოვიდა მაგაც ტერმინები. ხო ანუ ეს არის ის რომ უკვე აქცენტი კეთდება შინაარსზე. რომ ის კი არა რომ მარტო ვიზუალურად გამორჩეული მომეწონა და შინაარს იმდენ ყურადღებას აღარ აქვს, არამედ პირიქით ეხა რადგან ხარისხი ყველასთან მისაღებია და ყველას შეუძლია მაღალი ხარისხის გამოსახულება მიიღოს, ეხა მოდის შინაარსობრივად ან დამიქსვა, ან ახალი შესაძლებლობების ძიება. ეს ხო მაგალითად იგივე რო ავიღოთ დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც ციფრული ფოტოაპარატები პირველად იყო შემოსული და აი სააგენტოებმა რო დაიწყეს გამოყენება ამ ციფრული აპარატების. ხო, ანუ მანდ იყო დაახლოებით 3, 5, 10, 8 პიქსელი. ანუ ეხლა რასაც იყენებდნენ, აი Reuters, რავი, Associated Press რო ავიღოთ, ხო, France Press. დიდი სააგენტოები იყენებდნენ 10 პიქსელამდე, დღემდე არ იყენებენ 20-ზე მეტ ძირითადად, მაგრამ მაინც. ხო და ეხლა როცა რაღაცა ცოტა. ხო, ანუ ახლა 10 პიქსელი ხო ცოტაა. კი, საშინელია. მაგრამ იმ 8 და 10 პიქსელით ისეთი კადრებია გადაღებული,
ხო, რაც ისტორიას აქვს შემორჩენილი. იმიტომ თავი შინაარსი. ხო, იმიტომ რომ თავი შინაარსია. და თუმცა იმ პერიოდში ის იყო ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც დღეს ასაცილოა. იგივე პროცესი მინდის მგონია ახლაც რა, ანუ ეს ხარისხი კი აიწია, მაგრამ რაღაცა მაგაზე მაღალიც არის. ანუ კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობები. ხო, არის რამოდენიმე ფოტოგრაფი უმაღლესი და ან თქვარი რაღაცა მეინსტრიმს რო ქნის, რაღაც მოდას რო ქნის, რაც სტანდარტს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფოტოგრაფი თან რაც არის ახლა თანამედროვე ფოტოგრაფების კიდევ ის საშუალება აქვს რომ მედია ასე თქვა საშუალება YouTube არხით და რაღაცით ძალიან აქტუალურს ხდის თავის თავსაც და ცოდნის გაზიარებაც ერთგვარი უკვე საშუალება შენ თუ არ გააზიარ მაშინ სხვა გააზიარებს და პარემ შენ გააზიარე და შენი ხავი ავტორიტეტი ამ ცოდნის შენახვით უკვე ეს ადრე რო იყო რომ ოსტატი ინახავდა საიდუმლოს ვეღარაფერს ვერ იგებ არა ხო რა თქმა უნდა ვეღარაფერს ვერ იგებ იმიტომ რომ ვიღაცა ამას იტყვის უბრალოდ წიგნიდან წაიკითხა და ესე იტყვის რა მნიშვნელობა ეს პიტერ კოლსონი არის ერთი ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი და მისი მთავარი კონცეფცია არის ის რომ ფოტოაპარატიდან უნდა გამოვიდეს უკვე სრულყოფილი მასალა და რა ვიცი მე სურათების მიღებით და იქ დაწევა-აწევით და ასე შემდეგ შუქის ისეთი ოსტატია რომ მაინც იქ სანამ არ დასვავს ზუსტ ექსპოზიციას იქ ჭრილი ზუსტად მოცულობა ზუსტად ისე აი იქამდე ერთი დაახლოებით 1 საათი ასწორებს რაღაცებს აი ეს არის ახლა უკვე ის რაც განასხვავებს ალბათ აი ამ უზარმაზარ ხელმისაწვდომიდან უკვე რაღაცას მასას ნახე კიდე ეგ არის ის რაც აქამდე ხდებოდა ხო ეხლა ეს ხო ყველაფერი გამარტივდა მაგრამ აი დაგვირდი ტენდენციას აი თბილისშიც გაიარე რავი გაიარე მაგალითად მარჯანიშვილზე მაგნოლიასთან სადმე ფაბრიკაში გაიარე და აღმოაჩენ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს ფირით ხო ეს საინტერესო მაგრამ მაგაზე გითხავ არა ხო აი ეს იგივე არის რა ეხა აქ იმის ფუფუნება რომ ესე იმუშავებს მაგრამ ესე ყველა ვერ იმუშავებს იმისთვის რომ თან ეს კომერციალიზებული არის ხო ეს ფოტოგრაფია იმიტომ იღებ რომ პროფესია იმიტომ გაქვს პროფესიონალი იმიტომ ქვია რომ რაღაცა შემოსავლის წყარო უნდა იყოს და შემოსავლის წყარო უნდა პასუხობდეს და შენი სკილები და მოქმედება თანამედროვეობას რა თუ აქ დროში ვერ ეტევი მაშინ რავი შენ ჩაიჩოჩები და შენ ადგილზე სხვა მოვა ამიტომ ესე მაშინ ძალიან მაღალი ავტორიტეტი უნდა გქონდეს რომ ეგრე იმუშაო მაგრამ აი ფირს რო დაუბრუნდეთ ანუ ეს ფირი გახდა რაღაცა ცოტა ანუ ფირი ხელახლა დაიბადა იმიტომ რომ განსხვავებულ გამოსახულებას ნახულობ იმიტომ არის მაგალითად რომ ფუჯის კამერები არის პოპულარული იმიტომ რომ ну რავი ეგ ფირის ეფექტი შეიძლება ნებისმიერ დროს დაასვა პოსტში რა ანუ ზუსტად იგივე პროცესს გადის უბრალოდ პირდაპირ კამერაში ანუ მან დაის რომ პირდაპირ კამერაში შეიძლება ეს აჩვენო მე მარტივად გადაიტანო ტელეფონში და წამებში ატვირთო ისე რომ რა არ გჭირდება დიდი ძალის ხმევა მაგით არის რომ ცოტა ესე გამორჩეული წამოდე ხო და ეგ არის რომ რაღაცით უნდა იყო გამორჩეული არის მიმდინარეობა რომ დღეს დაიწყეს შუშაზე გადაღება ისა ხო ან მიდიხარ ანუ ფირის მაგრად შუშას ხმარო ნეგატივს რა როგორც ეს იყო მე-19 საუკუნის რაღაცა 50-დან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე რა ტექნიკასაც იყენებდა მაშინდელი ფოტოგრაფია დიდ კამერებში რომ იდებოდა უკან ფირიდან ეხლა ესეც ნელ-ნელა არიან ფოტოგრაფები ვინც ამისკენ დაბრუნდა იმიტომ რომ ხარისხი კაი გამოდის და რაღაცით განსხვავებული ხარ და ეგ არის რომ აი ეძებ რაღაცა განსხვავებულობას და ეს AI ეს ძველი გამოცდილება ფოტოგრაფიის ამის შერწყმას იწყებდა რაღაცა ახალზე გახვალ რა საბოლოო ჯამში. თორემ ეგრე მუშაობა ძალიან რთულია რა ყველაფერი რო გაზომო. ხო. მე ერთადერთი ებოდიში წინა კითხვას დაუბრუნდები იმის წინააღმდეგი ვარ რომ გააკეთო ფოტომონტაჟები და ეს გაასაღო როგორც სინამდვილე. თუ ამას ასაღებ როგორც ფოტომონტაჟი, ერთი თურქი ფოტოგრაფი არის, აღარ მახსოვს გვარი.
ძალიან კარგად აქვს პარალელები გავლებული რა ფოტომონტაჟით აკეთებს რა ეს სიკეთესა და სიბოროტეს შორის რა ანუ ეგ თემა აქვს აღებული სადაც გაჭრილია ხან ესე ხან შუაშია ხან ომი და მშვიდობა ხან რაღაცა აჩვენებს ევროპულად ევროპაში კარგად ცხოვრობდა ამ დროს სადღაც ავღანეთში იბომბება რაღაცა და ანუ ძალიან დიდი კარგი პარალელები აქვს და ანუ თუ კი ესეთი ტიპის მონტაჟს აკეთებ და ამას ამბობ რომ ეს მონტაჟია ეს ძალიან მისაღებია თუ კი იტყუები აი ეს არის მიუღებლობა აი ზუსტად მაგაზე ახლა გამომდინარე კიდე ზუსტად ახლა თემა მომაწოდე ჩემთვის ძალიან საძულველი მომენტია ոնց ეს ჩემი პირადი აზრია არავინ არ მიიღოს რაღაცა არ ვიცი შეფასება რაღაცა თითქოს და პაზრის რომელიც უნდა გავიზიაროთ აი ფოტომონტაჟი ისე რომ მთლიანად ყველაფერი არის იქ ანუ ინსცენირებული ანუ პოსტმოდერნი ჩემი აზრით ეს უკვე რაცხავს და ასხოვნი კანარეკნიკ რაღაცა ისისა და რაღაცა ისეთი თვითონ ლამაზი გამოსახულება ან რაღაცა ცეცხლი უჭირავს თვითონ ხელში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ეს რამდენად არის ნამდვილი ფოტოგრაფია შენ როგორ ფიქრობ ანუ და მოვარეს მხრივ აი ის ბრესონის კლასიკა რომელიც უბრალოდ სოციალურ ეპიზოდებს ასახავს და ცდილობს რომ გამოიჭიროს მოძრაობაში ადამიანი. ანუ არაფერი არ არის იქ რაღაცა უცნაური, არაფერი არ არის თითქოს და არა ხელმისაწვდომი, რასაც ის აკეთებს. თითქოს შენ ვერ გამოიჭერ, მაგრამ იქ რაც არის, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რაღაცნაირი განსაკუთრებული ინსტინქტი, რაც იმ თან რა აპარატით იღებდა ხა ის წარმოვიდგინეთ და იქ მოძრაობაში აბსოლუტური ზუსტი ფოკუსი რო აქვს რა. და ეს რაღაცა არის 38 წელი და რაღაცა ესეთი დრო. აი ეს უფრო მაგარია ჩემთვის ვიდრე ის რომ რაღაცა წყალს დააქცევს იქ რაღაცა ბეჭედა და ბეჭედში ვიღაცა იხედება და რაღაცა იმის იქით galaktika ჩანს და ეგეთი რაღაცები რომელიც არ არის დახატული და მიწებებული მაგრამ რაღაცებს აწყობენ ბავშვები და ისე აკეთებენ ამიტომ ფოტოგრაფიაში რომ ბევრი ჟანრი არსებობს რა და ზოგს ის მოსწონს თუ კი ამას აკეთებ კარგად ხო მაშინ ალბათ მისაღებია რა იმიტომ რომ მასშტაბებით თამაში ყოველთვის იყო ანუ სხვა იგივე სტრიტში ძალიან კარგად იყენებენ ხო აი მასშტაბებს და ამიტომ მაგრამ მე ჩემი პირადად არ მომწონს მსგავსი ტიპის ფოტოგრაფია ხა ბრესონის ფოტოგრაფია გაცილებით მირჩევნია რა თქმა უნდა იმიტომ რომ არა მარტო ბრესონი კლიანად აი ეს დოკუმენტური ფოტოგრაფია რაც არის იმიტომ რომ სინამდვილეს ასახავს და აქ უფრო იმაზეა საუბარი რამდენად კარგად და სწრაფად იჭერ იმ მომენტებს რასაც ხედავ ან მან არის აი წამის გამოჭერის დოკუმენტალისტიკა. ხო, აი, წამის 1000-ები უნდა გამოიჭირო, ხო? ანუ იქ ხო არა რომ რაღაცა გრძელდება და იმიტომ რომ ამან რო ჩაგიარა, ბორჩე ის აღარ განმეორდება. არასდროს აღარ განმეორდება და ამიტომ უნდა მოასწრო ამის დაფიქსირება. ეხლა ბრესონის გარდა, რავი, 1000-ობით ფოტოგრაფია არის. რა თქმა უნდა. უბრალოდ ბრესონი იმიტოა გამორჩეული, რომ ამას ყველაზე კარგად აკეთებდა. ანუ ხო, აი ეს კონდა ეს შინაგან მხატვარი თუ არ ხარ? ვერ გადაიღებ, ანუ უნდა გქონდეს რაღაცა სკილები, ესე ვთქვათ. შეიძლება ფუნჯით ვერ ხატავდე, მაგრამ შინაგანად იყო, ხო, შენ ფასე ყველა მუსიკოსი ვერაა, ხო, ვინც უსმენს მუსიკას და ვისაც მელომანი ვინც არის. შეიძლება მუსიკოსი იყოს და ძალიან ცუდი გემოვნება ქონდა. ხო, ანუ კი ეგრეც არის. და ამიტომ, რა ვიცი, მე იმასაც ვაფასებ, მაგრამ ნუ ნაკლებად მომწონს. ამიტომ მსგავსი ტიპის ფოტოები როდესაცაა ყოველთვის ჩაოლებრივად ვსკიფავ და არ ვუყურებ რა. აი რაღაც ძალიან მაგარი მომენტი ახსენე შენ ეს არის მომენტის გამოჭერა და აქ ფოტოგრაფიასა და ვიდეოგრაფიაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტალისტიკა მოვლენების. აი ახლა ამ ჩვენს პოდკასტს ემსახურება მოსე სალამი და მოსე არის არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი, ანუ ფოტოჟურნალისტი. რომელიც თელი ერთი წელია არც დღეს არ აგდებს აი რა ხდება თავისუფლების მოედანზე ისი სურათები ზოგიერთი არის შედევრი პირდაპირ შეიძლება თქვას მოსეველოდები მე სურათებს იმიტომ რომ უნდა დავადო ამას ძალიან კაი ფოტოები აქვს ხო და ალბათ ვიდეოგრაფიაც ხო ვიდეოგრაფია უფრო მარტივი მედია ხა მაყურებლისთვის ვიდრე ეს მომენტები გამოჩამს თავისი მაყურებელი და შეფასებელი ჭირდება თავის ცხადია
დღეს რამდენად აქტუალურია აი ეს ფოტოჟურნალისტიკა, გარდა იმისა, რომ შემკვეთი არსებობს. აი შემკვეთი ტელევიზია თუ არსებობს, თავისთავად ყველაფერი ცხადია, რომ დაქირავებული ხარ კომპანიის მიერ და ამას აკეთებ, მაგრამ აი თავად ფრილანსერი არ ქვია ალბათ მოდი შემოქმედი ადამიანი დაუშვათ თვითონ აკეთებს. ეს რამდენად მოთხოვნადია საზოგადოებაში, ეს შემოქმედი ადამიანს ეყოლება თუ არა აუდიტორია. თუ კი კარგად აკეთება აუდიტორია ყოველთვის მოყვება. ეგ არის რა, აი ემოსეს ფოტოები ძალიან ხშირად ზიარდება. კი. ან ძალიან ხშირად არის და აი იგივე რო ავიღოთ მაგალითად რო შევადოთ ფოტო უფრო ხშირად ზიარდება თუ ვიდეო ფოტო გაცილებით უფრო ხშირად ზიარდება რა სოციალებში. ამ შემთხვევაში Facebook-ს გულისხმობ. შემოქმედი ადამიანისთვის უბრალოდ ძალიან რთულია იყოს სულ შემოქმედი. თუ კი რაღაცა ამის უკან არ გაქვს რა ეხა ყველა ადამიანები ვართ ხო ხელფასი ყველას რაღაც შემოსავალი უნდა გქონდეს. მე სიმართლე გითხრა არ ვიცნობ ფოტოგრაფებს ვისთვისაც მარტო შემოქმედება არის ფოტოგრაფია ისე რომ შემოსავლის წყარო არ იყოს. ამიტომ ეს ძალიან გადაჯაჭულია ერთმანეთზე და ჭირდება რა რომ შემოსავლის წყარო რაღაც თქო უნდა ვიარსებოთ ზოგადად. მაგრამ აი ეს რეპორტაჟული ფოტოგრაფია არის ძალიან საინტერესოა. თან განსაკუთრებით დროში, როდესაც ეს იწლება რაღაცა გარკვეული დროის მერე რო გადმოხედა უკან და ნახავ შეაფასებ და შეხედავ ფოტოებს, ფასი ემატება რა, იმიტომ რომ ის მოვლენები რაც დღეს ესეთი აქტუალურია, მე ხვალ არქივდება, ძველდება, მაგრამ აქტუალობას საბოლოო ჯამში არ კარგავს და ისტორიის ნაწილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ძალიან რთულია რომ მარტო შემოქმედება იყოს ისე რომ შენს უკან არავინ არ იყოს რა. აი რა ძალიან საინტერესო. მაგრამ ალბათ მაგჟანტში რომ მიდიხარ, ალბათ რაღაც ადრენალინი გაქვს, რაღაცა გამოძრავებს რომ რაღაცა გინდა მიიღო, რაღაც გააკეთო და ალბათ მე ვფიქრობ რომ მაინც სადღაცას ეს თამაში და აზარტი აქვს ამას და მაგიტომაც მიდიხარ ჟურნალისტიკაში. მაგიტომაც რაღაცნაირად საფრთხის ქვეშ აყენებ შენ თავს რა. ეს იგივე ეს ჩვენი აქციები რო აიღო, ეხა კარგი ფოტოები იქ გამოდის, როდესაც წინა ხაზში ხარ, როდესაც ახლოს დგახარ, სადაც შენ თავსაც უნდა გაუფრთხილდე, სხვებსაც უნდა იცოდე ქცევის წესები, რაც უკვე პროფესიონალიზმს ნიშნავს რა. და ამავდროულად არასდროს არ ხარ დაცული რომ შენ არაფერი არ მოგიო. და მაინც მიდიხარ ამის გზე. შეიძლება დაგაჯარიმო ქუჩის გადაკეთების. ეგ ყველაზე მარტივი არის ალბათ რა. მოსეს ეცინება ხა გზაზე. ეგ ალბათ ყველაზე მარტივი გამოსავალია იქიდან რაც შეიძლება. და ზიანზე თუ არასწორად მოიქცევი ფოტოგრაფი მაგველზე რა. ხო, კი. და ახლა კიდე საინტერესოა ხა ჩვენ ახან ისეთ საკითხს შევეხეთ ფოტოგრაფიის რომელიც აი მის პროფესიულ მაგრამ გარდაუარ ნაწილს ანუ ისეთ თემაზე დისკუსია რომელიც აუცილებლად უნდა ილაპარაკოს დამკვეთმა და შემკვეთმა ხო აი როგორ არის აი საქართველოში ფოტოგრაფის აი პროფესიონალი ფოტოგრაფის ანუ შესაძლებლობა რომ მან დამოუკიდებლად მხოლოდ აი ამ პროფესიით იცხოვროს აი ეს ბაზარი, ქართული ბაზარი და ქართული სამოხმარებლო სივრცე რამდენად ითხოვს ფოტოგრაფის მომსახურებას და ახლობებით აი ეს ბაზარი რამდენად არის იმდენად მეგობრული თავად ფოტოგრაფის მიმართ. სამწუხაროდ ძალიან ზოგადად ძალიან პატარა ბაზარი ვართ რა. შეიძლება ალბათ ძალიან მარტივად დათვლა რა დათვლადია რამდენი შეიძლება პოტენციური ისე ვთქვათ კლიენტი ყავდეს რა როდესაც ფრილანსერად მუშაობ რა არა დაქირავებლად და ეხლა ქირავობენ მედიები ან რაღაც სამსახურები რომელსაც სჭირდება ხშირად ეს ფოტო მომსახურება ხო ან თავრობის ქვეშ ხარ სადმე ფრთის ქვეშ სადაც ხშირად დადიან და ჭირდებათ ეს მომსახურება თუ კი ფრილანსერი ხარ ხო იქ მიდიხარ კომერციაზე და ალბათ მაგ მიმართულებით ახლა მე რაღაც ფოტოგრაფიის კუთხით ახლა დიდი შემოსავალი არა მაგრამ ძალიან ბევრს ვიცნობ გარშემო ვისაც მთავარი შემოსავლის წყაროა და მაგ მიმართულებით ალბათ ქორწილები არის ყველაზე მოთხოვნადი
იმიტომ რომ რასაც ვერ აჩერებ, ეს წყვილების დაქორწინებაა და ყველას უნდა რომ თავისი რაღაცა ის ერთადერთი დღე ცხოვრებაში აღბეჭდილი იყოს კარგად და მან კონკურენციაც დიდია და მოთხოვნაც დიდია რა ბაზრის მხრიდან მოთხოვნილი. დანარჩენ შემთხვევაში კომერციაში ალბათ ფუდი არის ერთ-ერთი სადაც აი ამ დელივერის სერვისმა ძალიან გაზარდა ეს მოთხოვნილება და ძალიან ბევრი მიდიოდა და დღესაც იღებს აი ამ პროდუქტის ფოტოგრაფიას და ეხლა ნელ-ნელა ალბათ მოდის ეს real estate-ი რაც ქვია ინტერიერების გადაღება. რეპორტაჟებით და სპორტული ფოტოგრაფიით შეგიძლია რა თქმა უნდა იცხოვრო, იღებენ, მუშაობენ, ამ სფეროშიც არიან, თუმცა აი კომერციულ ფოტოგრაფიასთან შედარებით ალბათ ნაკლები შემოსავალია. საბოლოო ჯამში რა. Street photography, ანუ street-ი არის შენთვის. ხო. ყოველთვის შენ. და street-ი ალბათ უნდა გაიტანო რა, ფარგლებს გარეთ. ნუ თუ შეიძლება რომ გაყიდო მაგალითად. ხო, ნუ აი street-ი უფრო აი შენი ეგოს რაღაც დაკმაყოფილების ნაწილში უფრო არის ვიდრე შემოსავლის წყაროში. რა შეიძლება სტრიტი გადაიღო, მე რაღაცა პროექტები აიღო, პროექტებზე იმუშაო, არის ახლა ეს მიმართულება, თქო დოკუმენტური ფოტოგრაფიის ნაწილი არის ხა ეს. ხო, ან რაღაცა მსგავსი გააკეთო, მსგავსი დოკუმენტური ფოტოგრაფია ძალიან რთულია, იმიტომ რომ პროექტებზე უნდა იმუშაო და შემოსავლის წყარო ეგ არის. ან მე ვიყიდე, გადავიღე ფოტო და მე ეს ფოტო გავყიდე რავი, საქართველოს არავის მაინდა-მაინც არ აინტერესებს არ საზღვარგარეთ და აქა ძალიან ცოტაა რომ ვინმე შენი ფოტო იყიდოს ესე ვთქვათ რა, ანუ მაგ მიმართულებით ძალიან რთულია. ცუდია რომ ქართულად მარტო ჩვენ საუბრობთ. ძალიან გვიშლის ხელს რა ესე ვთქვათ რა, მაგრამ აი მობილური ტელეფონები და მობილური ფოტოგრაფია, აი ამ საკითხს მინდა შევეხოთ, აი მე ძალიან სკეპტიკურად, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავ და მოკიდებული მობილური ფოტოგრაფიის მიმართ, რომ მაშინ მობილური ფოტოგრაფია საერთოდ არ არსებობს, ოქსიმორონია, ორი საპირისპირო ცნება, უბრალოდ არ შეიძლება არსებობდეს და ტენდენცია განსაკუთრებით აი სოციალურ ქსელებში რაც არის მობილური ტელეფონი კიდე სარკის წინ გადაღებული ფოტო ისე რომ ტელეფონთან გიჭირო. ხო, სელფი ხშირად რო სელფ რაღაცა. ანუ რატომ არ არის აი შენ როგორც პროფესიონალი ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი. რატომ არ არის მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოგრაფია? შეიძლება ძალიან კატეგორიული ესე ჩავსვი, შეიძლება არის კი, არა. ბევრ კონკურსში ცალკე გამოდის. ანუ მობილური ფოტოგრაფია ცალკე სექციად არის. რა იგივე აი ჩვენი კოლგა რო ავიღოთ. აქ რაც სტარდება ფოტოკონკურსი, ეს ყველაზე დიდი ქართული ფოტოკონკურსია, ხო? მანდაც აი ეს მობილური გადაღებული ფოტოები ცალკე არის გამოყოფილი და ცალკე კონკურსია მაგის. თანამედროვე ტელეფონები აი იგივე არ მგონია რომ უფრო ნაკლები ხარისხის იყოს, ვიდრე 20 წლის წინ ის 5 მეგაპიქსელიანი კამერები რა. შეიძლება მეტიც იყოს. ხო, რომლითაც იღებდნენ პროფესიონალები. ამიტომ არ ვიცი, მე მგონია რომ პირიქით რა, მობილური ფოტოგრაფია უფრო შემოდის. იმიტომ რომ აქ მობილურ ფოტოგრაფიას მომობილურებს ისეთი კამერები, რომელთაც კარგი ფოტოს გადაღება შეგიძლია უკვე რა. აქ არ არის საუბარი AI-ით დამუშავება, არამედ დინამიურ დიაპაზონს გაძლევს. ხელოვნური ინტელექტით რაღაცას იქ აწევს და აწევს ცოტა ხარისხობრივად ესე რომ გიმარჯვებს. point and shoot-ია უბრალოდ და point and shoot-ია point and shoot-ი არა სტრიტი. ხო, მაგრამ იქ ხო მაინც უნდა დასვა აი ესე სამი, ანუ ერთი ISO, მეორე ექსპოზიცია. არ არის აუცილებელი, შეიძლება აუტოზე გადაიღო. ნუ ის იმ ხარეს ვერ მიიღებ ალბათ. არა, ხო და აი გამოსახულების ხარისხამდე მივდივართ რა, ამიტომ ეხა ბევრი არის რომ მაგალითად მობილური ძალიან კაი ფოტოებს იღებს. თორე ეს არ არის ფოტოგრაფია სარკის წინ სელფი დავდექი, ვივიენი თუ არ ხარ მაიერი მაგ შემთხვევაში არ არის რა ეს სარკის წინ გადაღება ფოტოგრაფიამა. იყენებენ როგორც ინსტრუმენტს, არის საბჭო ხელმისაწვდომია რა. უბრალოდ 100 ფოტოდან შეიძლება ერთი გადაიღო აი ფოტოგრაფიულად, დანარჩენს უბრალოდ როგორც ეს სნეპშოტებს ისე იღებ. ხო, მაგრამ აი მე მაშინია რომ თავარი
ასე თქვა განმასხვავებელი ნიშანი, რომ აი აქ აცილების საშუალება შანსის დიდია და გამომდინარე იქიდან რომ ინსტრუმენტი ზუსტად ჭირდება და ახალ ზუსტად ჭირდება ოსტატი არის საჭირო და ოსტატი რახან არის საჭირო აქედან გამომდინარე კარგი სურათი რომ გამოვიდა იმიტომ არის ეს სურათი უკვე ფოტოგრაფია და არა point and shoot აი აქედან გამომდინარე ეს ჯადოსნური რაღაცა ვერ ექნება ვერასოდეს მობილური ძალიან კაი ჩელენჯი იქნებოდა ეხა პრესონს რომ ისე ტელეფონი ხელში რას გადაიღებდა და მე მგონია რომ ზუსტად იგივეს გადაიღებდა. კი, მაგრამ ალბათ არ მოეწონება სიმართლე. უბრალოდ ხო, ნაკლები ხარისხით რა, სხვანაირი სხვა ხარისხით რა. ხო, შეიძლება, მაგრამ ალბათ იგივეს გადაიღებდა. აი, რახან შენახსენე, აი ფირებით გადაღება, ხო? აი ტექნიკურად ფირების გადაღების თელი მუღამი რა არის? ანუ ის რომ შენ განსხვავებულად აკეთებ რაღაცას ისევ ძველ რაღაცა ფესვებს უგრუნდები, ეს თავისთავად ცხადია. მაგრამ აი რატომ უნდა გაირთულოს ადამიანმა ეს საქმე? აი თავად ის რომ მე ისე მაინც სოციალურ ქსელში უნდა მოხვდეს ეს ციფრული რაღაცა გაციფრულებული ვერსია. იმიტომ რომ გამოსახულებას ღებულობ განსხვავებულს. და არის აი რაში იხსნება ეს განსხვავებული გამოსახულება? ნაკლები სიმკვეთრეა აქ? სიმკვეთრე, ნაკლებ ესე რო ავიღოთ ჯენერალ რო ავიღოთ, კი ანუ ეხლა ფირები რაც ხავდება თბილისში ციფრულებს რო შევადაროთ, გაცლებით უფრო ნაკლებად მკვეთრი არის რა, ფოტოები რო აიღო. მაგრამ ნუ ეგ იმას ანიშნავს, რომ ეხლა კარგი პროფესიონალი ფოტოგრაფის ხელისადაც ლინზაც მკვეთრი აქვს და ყველაფერს სწორად აკეთებს, რომ ნაკლებად მკვეთრი გამოსახულება იქნება. მაგრამ ძირითადად ისაა, რომ განსხვავებულ გამოსახულებას ღებულობ ციფრულისგან და მართლა ფირით გადაღებულ ფოტოს რო უყურებ, ხო, აი რაღაცნაირად სუნთქავს რა, აი შეიძლება ესე ვერ გადმოსცემ ამას. იმიტომ რომ დღევანდელი ციფრული ფოტოაპარატები პარამეტრებით რო აიღო, ეხლა 35 მმ-იან ფირს უკვე აღემატება. ანუ ხარისხობრივათაც და ფერებითაც და ასე შემდეგ. მაგრამ ფირს მაინც აი რაღაცა თავისი აი ეს გრეინი რაც აქვს. ციფრულში ამატებ ამას და დაახლოებით შეგიძლია იგივე გამოსახულება მიიღო, მაგრამ აქ რაღაც ნატურალურად თან აქ რაღაცა მაინც უფრო რომანტიზება ხდება ალბათ საბოლოო ჯამში იმის რომ აი შეგიძლია შეხვიდე წითელ ოთახში, სადაც შეგიძლია დაბეჭდო ფოტო, ან აქ პროცესი ალბათ თვითონ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოსახულების ხარისხი. რაც მე წეღავ თქვი, ესე იგი, ახლა ნაცილების შანსი მეტია და ოსტატობა საჭირო რომ მიიღო უმაღლესი ხარისხი, აქედან გამომდინარე მისი პროდუქტი უფრო მეტად უხახლოვდება შემოქმედებას. და უფრო ფასობს, ხო, იმიტომ რომ თან უფრო ძვირია. ბევრად უფრო ძვირია ვიდრე ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული, იმიტომ რომ მაგალითად ერთი ფირი რო აიღო საშუალოდ გინდა 50-დან 70 ლარამდე თავის გამჟღავნებიან სკანირებიანად რა და სულ გაქვს 36 კადრი. ამ 36 კადრს ისე უფრთხილდები. რომ ხო აი ზოგჯერ მაზაო მომენტს რა ესე ვთქვა რა რაღაცა მოხდა მოვლენა და ესე არ გაისრა. ციფრული ამას გაისრვი და აღბეჭდა და ალბათ ნუ ეგ არის ხო აი ცოტა რაღაც განსხვავებულს ეს. ხა ვიდეოგრაფია უფრო შეერნისფერო. იქაც არის ზუსტად იგივე, ხო? ანუ ძველი ფირი, ანუ ნომერების ციფრული აპარატები, ანუ თანამედროვე, ასე ვთქვათ, კინოინდუსტრიამ განსაკუთრებით ეს სერიალების ინდუსტრია, ხო? პრაქტიკულად უგადასულია ყოველთვის ციფრულ რაღაცებზე. ჰოლივუდშიც რა ფილმების ალბათ 90 მე მგონი წინა ოსკარს თუ არ ჩავთვლი 90% ციფრული. მაგრამ არის რეჟისორები, რომელიც უბრალოდ ამაზე არასდროს არ დათანხმდა. მაგალითად კვენტინ ტარანტინო, რომელიც უნდა იყოს რაღაცა 8 მმ-იან თუ რა ვიცი, რაღაცა ესეთი პარამეტრები. ხო, რაღაცა ესეთები. ანუ რა მუღამი აქვს ფირიან კამერას. ანუ ისევეს აი მომენტები. ხო, აი სიღრმე აქვს. კინემატოგრაფში და სხვანაირია თან ეხა ფირზე რასაც იღებენ, ეხა 35 მმ-ზე ნაკლებად ცდილობენ ძირითადად უფრო ფართე ფორმატიანზეა 65-ზე. და 65-ის გამოსახულება ძალიან მაღალია. თვითონ გამოსახულების ხარისხი არის იმდენად მაღალი, მე IMAX-ში რო დაждები და უყურებ, ცოცხალი ადამიანი გესაუბრება ალბათ რა, ეხლა მე არ მაგთან რო ვკითხულობ და მე რევიუები რო არის, საბოლოო ჯამში ხო მაგამდე მიდიხარ, გამოსახულების ხარისხი არის ძალიან მაღალი, ანუ განსხვავებული გამოსახულება გაქვს
იგივე 35 მმ-თან, რომელსაც თანამედროვე ციფრული კინემატოგრაფი ძალიან მარტივად დაეწია რა. ანუ ფირებზე გადაღებული საშუალება შეიძლება ავიდეს 20-კამდეც, ხო, სიტყვაზე. თუკი 65 მმ-იანი რამდენი არის, არ ვიცი სიმართლე გითხრა. ხო, ანუ პოტენციურად შესაძლებელია მეტი კაზე აიყვანო, ვიდრე ის ახლა ციფრულიც არის 8K-ის რეზოლუცია, ეს არის სტაციონარული. ხო, ნუ 8K-საც არ იყენებენ ახლა ციფრულ ჰოლივუდში, ანუ არ იყენებენ 8K-ს. ძირითადად აი 4, 6 რაც აქ იმას აქვს, არის კამერებს რაც აქვს, რა. შესაბამისად თან რა არის, იცი აი ფირზე რო გადაიღებ, მე ამის მაინც გაციფრულება ხდება, იმისთვის რომ კორექცია გააკეთო და ასე შემდეგ. ეხლა თქვა იმ ძველ მეთოდებით აღარ ხდება ის ფერის კორექციის მართვა და ასე შემდეგ რა. ამ საბოლოო ჯამში მაინც ციფრულდება, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხით, რომ დედანი რო ძალიან მაღალი გაქვს, იმაზე უფრო მაღალი ვიდრე დღეს ციფრულით გადაღების შესაძლებლობა გაქვს, ხო? ნუ ეგ კიდევ უფრო მეტად წევს ამ ხარისხს და განსხვავებული ხდები ბაზარზე, იმიტომ რომ მაგალითად იგივე კინოთან უფრო ძვირია რა, ბევრად უფრო ძვირი არის და ბევრი ფულის დახარჯვა არავის არ უნდა. და ეს ციფრული კინემატოგრაფი, რავი, შეჭმული ყავს რა ფირი რა. მაგრამ ფირი ნელ-ნელა ისევ იბადება თავიდან. როგორც ფოტოგრაფიაში დაიბადა. ხო. ალბათ კინემატოგრაფშიც ისევ დაბრუნდება რაღაც გარკვეული დოზით. ხო, აქ ალბათ ეს თანამედროვე კინოინდუსტრიის ტენდენცია რომ კინოჩვენება გადავიდეს სახლში, ანუ რა ხან შეყიდულო პირდაპირ, რა ქვია, პაკეტს და სახში დიდ 4K ტელევიზორზე უყურებ, აღარ ჭირდება ეს რაღაცა 20K და ასე შემდეგ, ხო, როგორც ფირის შემთხვევაში რო თქვა. ეს ალბათ უფრო კინოთეატრის სპეციფიკაა და სახში ეს 4K და 6K идеალური გამოსახულებაა, ხო? ძალიან კაი გამოსახულებაა. идеალური გამოსახულება. სახლში თან ეგ მარტო ძირთად ფილმები არის. და აი YouTube-ის 4K-ც რო აიღო, რეალურად ის 4K არ არის, რაც უნდა იყოს რა. გაცილებით შეზღუდული bitrate აქვს, თუმცა ნუ მაგას ვართ მიჩვეული და სანამ ინტერნეტის სიჩქარე არ გაიზრდება და ალბათ ახლო მომავალში გაიზრდება, 6G და ნელ-ნელა უფრო ზევიწავა, მით უფრო ხარისხი მერე მოიმატებს. და სატელევიზიო მიმართულებით რო აიღო, იქ საერთოდ განსაკუთრებით ქართული ტელევიზია იქ 4-იანი წინ არაფერს არა კი არა და ეშინიათ. ახლა ეს საინტერესო ერთი მომენტი თქვი. გამომდინარე იქიდან რომ ანუ ინტერნეტ ფლეშ უზრუნველყოფა ვითარდება, აქვს თუ არა აი ესეთი ტენდენცია თვითონ აი ამ ციფრულ მატარებლებს და ციფრულ გამოსახულებებს, რომ ფლეშის აპდეიტის შემდეგ გამოსახულება ფუჭდება. ანუ რაც ინტერნეტში გაკეთვირთული. და შეიძლება მე აღარ იყოს იგივე მაღალი ისეთივე რეზოლუციით, როგორც შეიძლება ახლა არის. და მომავალში აი რაც არ ამოგვიბეჭდია ჩვენ აი ფოტოს არ ბეჭდავენ ადამიანები. აღარ ბეჭდავენ. აი ეს არის პრობლემა, აი რომ ფოტოს რო არ ბეჭდავენ და რომ აპდეიტდება ეს თვითონ ინტერნეტ პლატფორმა, ინტერნეტ პატარა სოციალური ქსელები, ანუ სურათს რო ასახავს ის პროგრამაც აპდეიტდება. და როცა აპდეიტდება შემდეგ რაც აწმირთული გაქვს, ის შეიძლება იგივე ხარისხით აღარ იყოს რამოდენიმე წლის შემდეგ. ალბათ არის ხო. ხო, იმიტომ რომ ალგორითმი შეიძლება შეიცვალოს. ხო, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვარ დაკვირვებული, რომ რაღაცა სურათი რაც ამიტვირთავს ადრე და კარგად ჩანდა ის. და ვხედავ ახლა რომ საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც იყო. მან ორი მომენტია ალბათ რა. არ ვიცი, შეიძლება ეს ტექნიკური ნაწილია. ხო. ალგორითმი სხვანაირად მუშაობს და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი არის, რომ შენი თვალი მაშინ მიჩვეული იყო ამ ხარისხს და ეს მაგარი მეგონა. და ეგ ხარისხი იყო შენი ტვინის სტანდარტი. კი, შეიძლება. და დღეს აღარ არის. ან დღეს ტვინი გადაერთო, გაცილებით თან დღეში უყურებ ასობით უფრო მაღალი ხარისხის კონტენტს და მე ამის მერე უკან რო ბრუნდები დაუშვათ 10 წლის წინანდელ ფოტოზე ტელეფონით გადაღებულს რაც მაშინ მოგწონს და თავისთავად აღარ მოგწონს. შეიძლება ტექნიკური ნაწილიც არის, მაგრამ შეიძლება ანუ ხო ეხა მე მასენტლად არ ვიცი. ტექნიკურად შიგნით ალგორითმის დონეზე რა ხდება. ანუ ეს კითხვა რას მოვაყოლე, იცი, ანუ აი ჩვევა ქართველი მომხარებელს, ქართველის არა, საერთოდ ზოგადად ყველასი, ხო, რომ ფოტოებს არ ბეჭდავენ, შეიძლება მომავლის პერსპექტივაში სფრიად წამგებიანი იყოს, ანუ მას აღარ დარჩეს მერე ის
განსაკუთრებული მომენტები ისეთ ხარისხში, როგორიც მან თავიდან მიიღო. თუ არა მობეჭდა. ხო, რა შეიძლება კი. იმიტომ რომ მაგალითად აი მან ძალიან მარტივად იქნება ავიღოთ ისე ძველი ტელეფონი, აი 2018-იანი ან ცოტა გვქვით 15 საათის ფოტოებს იღებდის 3-5 მეგაპიქსელით რა. ხო. რომელიც Google-ში ინახება, ხო, 2015-16 წელს. კი. მაგრამ აი გახსენი. დღევანდელ device-ში ესე ვთქვათ, სადაც შენი გაფართოება იქ თუ იყო 520 პირობითად 320-ზე და ეხლა ტელეფონი გაქვს შენ 1920-ან 4K გაქვს საერთოდ 4000 პიქსელი გაქვს. ამ 4000 პიქსელზე ის 500 პიქსელი ავტომატურად იწერება. და შესაბამისად, გამოსახულების ხარისხი აქ უკვე ცუდი გაქვს რა. აი ზუსტად ეგ შეიძლება დაემართოს მე ყველას. ანუ იმიტომ რომ ტელეფონები რომელიც რეზოლუციამდე მივა საქმე. ხო, ტელეფონები რომელიც ახლა 4K შეიძლება რაღაც ექსკლუზიურ მობილურებს აქვს. ეს მომავალში იაფიან სეგმენტში იქნება 4K ჩაოლებული. ხო და ის გაიზრდება შესაბამისად რა. ალბათ ელიტარულ სეგმენტში შეიძლება იყოს ისეთი სიმჭიდროვე, რომელსაც დღეს 800-ს უწოდებ თუ რა ვიცი რა. აქ გადაღებული სურათები ჩვენ ახლა ამობიშტილი არა გვაქვს, ისინი აი მეგობრებო, კონცილები რო გვაქვს შენახული შეიძლება უბრალოდ გაფუჭდეს. ხო, ხარისხობრივად გაფუჭდება, ის გაფუჭდება გარანტირებულად. დაბეჭდას ადრე ძალიან ერთი ისეთი ტრადიცია ქონდა ამ დაბეჭდილ ფოტოებს, რომ ვისთანაც არ მიხვდოდი, ალბომებს ვათვალიერებდით ხოლმე რა, აი, ჩვენ ბავშვობაში იყო ეგრე, რომ მიდიხარ სახლში და რაც ეკეთებ, ალბომებს ათვალიერებ, ანუ მის ისტორიას ათვალიერებ. ეხლა ეგ აღარ ხო და აი ეს ფოტოები დღეს რო უყურებ აი ჩემ ბავშვობის ალბომი რაც მაგ დარჩენილი ემოციურად განსხვავებული არის. ის ისტორიას ყვებოდა ყოველთვის. კი, რა ეგ ისტორია. რამდენჯერმე კაი უბრალოდ უსაქმურობის გამო გადმოღებული ჩემი ბავშვობის ფოტოები და მთელი ოჯახის რაღაცა მომენტები გიცოცხლდებოდა. ახლა ეს ასკროლვით ეს არ არის ეს გზნობა და ეს ძალიან თუ რაღაცა ძველი ბრუნდება ეს უნდა დააბრუნდეს მეგობრებო. ხო, ეს კარგი იქნება რა. ალბათ ის ტრადიცია რომელიც არ უნდა დაიკარგოს ბეჭდა. ფოტოს ბეჭდა რა მაგალითად აი ჩემები სოხუმიდან რო წამოვიდნენ მე მაშინ 7 წლის ვიყავი ეს ჩემი რო ბევრი რაღაც არ წამოგვიღია მამა ჩემმა წამოიღო ფოტო ალბომი ხო და ანუ აი რაღაც ერთი 30 გვერდიანია ალბათ რა დაახლოებით სადაც მე და ჩემი ძმა ვართ ესე აღბეჭდილი ძირითადად რა და აი ძალიან ემოციურია იმდენად ემოციურია რომ ანუ სხვა რო არაფერი ანუ არ წამოუღია ხო, ანუ აი ეს თელი ისტორია წამოიღო და განსხვავებულია რა. მნიშვნელოვანი. ამ საქმეში ხმად კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანი. ანუ რა ლოკაციები, რა ფოტოშუთი ან ვიდეოშუთი გახსენდება ისეთი, რომელიც რაღაცა მომენტში დაგაბრუნებს. იმიტომ რომ სურათს აქვს ეს მომენტი, ხო? ანუ მარტო ის კი არა, რაც აღბეჭდეს, შეიძლება ხელოვანისთვის და შემოქმედისთვის. ის მომენტი იყოს, აი როგორ გადაიღო ის რო გახსენდება, ხო? აი შენთვის ეს მომენტები რა არის? სად გადაღებულები? არ მიფიქრია ეგრე ამაზე. მაგრამ ერთი ძალიან კაი პროექტი იყო. თომა ჩაგელიშვილთან ერთად გადავიღეთ National Geographic საქართველოსთვის პროექტი. ზუძუანას მღვიმეში არის აღმოჩენილი ევროპაში ყველაზე ძველი შეღებილი სელის ძაფი, რომელიც ითვლის დაახლოებით 25,000 წლის წინანდელია. ან ზუძუანას მღვიმეში სადღაც ჭიათურასთან, სადა მიუსველ ადგილას და შედიხარ, აი მღვიმეა, დიდი მღვიმეა და აცნობიერებ რომ აქ ანუ 25,000 წლის ან ჯერ აი ამ ციფრებს რო ეჭიდები რომ ეხა 2000 წელია ქრისტეს შობიდან ესე კიდე იმის იქითკენ 23,000 ანუ წელია გასული და აქ ადამიანი ცხოვრობდა რომელმაც ისწავლა ბალახისგან ფერის მიღება და ტანსაცმლის შეღებვა აი ეს იყო რომ ევროპის კონტინენტზე არის ყველაზე ძველი მანამდე მასში იყო ჩეხეთში იყო აღმოჩენილი და ანუ მაგაზე ძველი არის აი ჩვენთან საქართველოში და ან მსგავსი ტიპის
პროექტებში ან ადგილებში რო ხდები ხოლმე თომას ჩაგელიშვთან ხშირად დავდივარ რა ისტორიულ გზაზე და ძალიან ემოციურია და ანუ ის არის სადაც ალბათ კიდევ დავბრუნდები და სულ რო გახსოვს რა და ყოველთვის გინდა რომ რაღაცა სხვანაირად რო გადაიღე რაღაც პროექტიდან გააკეთე მე არასდროს არ ვარ ჩემი თავით მაყოფილი ხოლმე და ყოველთვის ფიქრობ რომ აი ეს შემეძლო გამეკეთებინა და ამის საშუალება თუ მაქვს ხოლმე რომ მე ორჯერ მივიდე და გადავიღო რაღაც გარკვეული დროის მერე ამას ვაკეთებ ხოლმე რა და ერთ-ერთი ყველაზე დამასამახსოვრებელი ეგ არის რა თან მნიშვნელოვანი მადლობა კახა მე მგონი საინტერესოდ ვისაუბრეთ განსაკუთრებით ფოტოგრაფიით დაინტერესებული აუდიტორიისთვის რაღაცა შეიძლება ტექნიკური საკითხების ვთქვით რაღაც საინტერესოს ვახსენეთ ან ვინც დაინტერესებულია ფოტოგრაფიით მისთვის იქნებ რაღაცა ინტერესის გახვევების პატარა ნაღვერდალი ჩავაგდეთ მეგობრებო დაინტერესდით ფოტოგრაფიით მობილური ფოტოგრაფია არ არის ფოტოგრაფია და ფოტოაპარატი აიღეთ ფოტოაპარატი ხელში ეს არის ჯადოსნური ინსტრუმენტი იმიტომ რომ რთულია და იმ სირთულეში რომ მიაღწევ შედეგს ის არის ხელოვნება იბადონი ძალიან საინტერესო პროცესია თან არ არის რაღაცა ისტორიულად ძალიან ძველი პროფესია რა სულად 200 წელსაც არ ითვლის და ამიტომ წინ ალბათ კიდე ბევრი საინტერესო რაღაც გამოწვევები არის და რაც დასაფიქსირებელია ხო დასასრულს მხოლოდ იმას ვიტყვი რომ აი ფოტოგრაფია და აი ერთმანეთს ვერ გამორიცხავს იმ ერთი მიზეზის გამო რომ ფოტოგრაფია არის ადამიანის ხელით შეხება აი ხელოვნება იმით არის ხელოვნება რომ ხელით შეეხო ადამიანმა სული შთაბერა შეცდომების დაუშვა თუ ყველაფერს რაღაცა გენიალურად მიაგნო აი ამ განსაკუთრებულ ვარიაციებში ერთი განსაკუთრებული შემთხვევითობით რომ უნიკალურ სურათს შეეხმი აი ეს არის ხელოვნება და აი ახლა იქ ტექსტი დაწერე და გამოვარდა უცებ იდეალური სურათი, რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება ფოტოგრაფია, თუმცა ისე ხოთაშორის ძალიან რთული ტენდენცია ზოგიერთი ფოტოშუტებზეც უარს ამბობს, შეიძლება გააკეთოს ესეთი რაღაცეები და ეგ არ მოწონს არა. ეგ არ მოწონს. ახალი პროფესია იბადება ალბათ. კი, ეს ალბათ შეიძლება სხვა ხელოვნება და სხვა მიმართულება. მადლობა კახა. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და რა ვიცი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მოგითხარი რომ მარტივი იქნება ვიცი. კი, არა. მეგონი რა ვიცავით. მადლობა. მადლობა მეგობრებო. გემშვიდობებით, მოვალ კვირაში ვხვდებით იგივე არც. ნახვამდის.